Online თავდასხმების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ გერმანიის შინაგანსახმელთა სამინისტრო გეგმავს აქტიური კიბერთავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას. ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის ალექსანდრ დობრინსკის თქმით, მიმდინარე თვეში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს მისცემს შესაძლებლობას შესაბამისი ზომები მიიღონ იმ სერვერების მიმართ, რომლებიც კიბერდანაშაულისთვის გამოიყენება. ბერლინში აცხადებენ, რომ თავდასხმები ძირითადად მიმართულია გერმანული სახელმწიფო უწყებების ან მათთან დაკავშირებული კომპანიებისა თუ პირების წინააღმდეგ, ხოლო მათი უმრავლესობა რუსეთის მიერ არის ორგანიზებული ან შესრულებული. გერმანიის პირველი პოლიციელის თქმით, სერიოზული კიბერდანაშაულებისა და თავდასხმების მაჩვენებლები დღითი დღე იზრდება და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მსგავსი ეგრეთ წოდებული ონლაინ იერიშების მიტანამ ევროპულ სახელმწიფოს მხოლოდ გასულ წელს 200 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობის ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ამავე წელს ბერლინმა შეძლო 334,000-მდე კიბერდანაშაულის შემთხვევის დაფიქსირება, თუმცა, როგორც გერმანული მხარე განმარტავს, გაცილებით დიდია დოკუმენტურად აღუწერელი შემთხვევების რიცხვი. გერმანიის შინაგანსახმელთა მინისტრის სიტყვებით, კიბერდანაშაულებისთვის გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, რითაც ჰაკერები უფრო სწრაფად, სუსტად და პროფესიონალურად მოქმედებენ. ამ განცხადებების ფონზე საგულისხმოა ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, რომელმაც აღნიშნა, რომ კიბერდაღლითების არაერთი მცდელობა თავიანთ დანაშაულებრივ სქემებში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებინათ იმედგაცრუებით დასრულდა. კვლევის ფარგლებში ანალიტიკურად შეფასდა 100 მილიონზე მეტი შეტყობინება ფორუმებზე, რომლებიც თავს უყურებენ ექსპერტებს კიბერსაკითხებში და ასევე ანონიმურ მომხმარებლებს, ვინც სავარაუდოდ რჩევებს იღებს და შემდგომ ცდილობს კიბერდანაშაულის ჩადენას. კვლევების განმარტებით შეტყობინებებისა და ურთიერთგაზიარებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აშკარა გახდა, რომ უმეტეს შემთხვევაში ფორუმის მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ახასიათებდნენ როგორც დიდად უსარგებლოს.